პედიატრი მედიცინის დოქტორი თამარა უბგაიძეა ჩვენთან ერთად სტუდიაში და ვისაუბრებთ ბაქტერიაზე და მის მიერ გამოწვეულ დაავადებას. დილამშვიდობის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ქალბატონო თამარ, თუმცა მაინც მოხდა აგერ შემთხვევა, როდესაც თერმულად დამუშავებულ პროდუქტშიც მოხდა ბაქტერია. რას იწვევს ბაქტერია ორგანიზმში მოხვედრას? პირველ რიგში გავიმეორებ უკვე სიუჟეტში ნათქვამეთ ფრაზას, რომ ეს ძალიან ხშირად გვხდება. საქართველოს სტატისტიკაში დაახლოებით 200-მდე ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა არის. ანუ ხშირად ხდება. აი ამერიკაში მაგალითად 2008 წელს იყო ძალიან დიდი აფეთქება, რომელთა 21% ამ დაავადებულთა მოხვდა სტაციონარში. ანუ პერიოდულად ხდება ეს. ეს არის ბაქტერია, სალმონელა, რომელსაც დაახლოებით 2000-მდე სეროვარი აქვს, ანუ სახეობა აქვს, გვარია სალმონელა და ძირითადად ის იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს. თუმცა არსებობს მისი სხვა ვარიანტიც, რომელიც უფრო მძიმე დაავადებას იწვევს. ეს არის სეფსისის სურათით, ანუ გენერალიზებული ფორმა არის სალმონელოზის, რომელიც გაცილებით მძიმე არის, ვიდრე არის ვთქვათ გასტროინტესტინალური, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფიცირება. თვითონ სტანდარტულად ესეთი არა ჩვილებში და არა ასაკოვან ადამიანებში ძირითადად არის ხოლმე თვითლიმიტირებადი დაავადება, ანუ შეიძლება არ მიდიოდეს გაშლილი კლინიკური სურათით, არ მიდიოდეს მძიმე მიმდინარეობით, მაგრამ ადამიანმა გადაიტანოს სალმონელოზი. ეს თვითონ ბაქტერიის სახეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მძიმედ განვითარდება. სწორედ ასე, ანუ სხვადასხვა ტიპი აქვს და იწვევს სხვადასხვანაირ კლინიკას, როგორც გასტროინტესტინალური, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სურათს, დიარეას, ღებინებას. აი სიმპტომები რა ჩამოგვიყვანთ. მთავარი სიმპტომები აი ამ ძირითადად გავრცელებული სალმონელოზისა ეს არის დაავადება იწყება უეცრად, შეიძლება იყოს შემცივნება, ტემპერატურის მომატება, ეს კლასიკური სურათია. ასევე გულისრევა, პირღებინება, დიარეა, ანუ ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, რომელიც შეიძლება იყოს 3-დან და უფრო მეტი. განავალი არის წყლისებრი და რაც ყველაზე ცუდია, თქვათ ადრეული ასაკის ბავშვებში მით უმეტეს, შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვანება, ანუ ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით წყალს და მარილებს. ეს არის კლასიკური სურათი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის სურათი, როდესაც აი ასეთი მწვავე არ გამოიხატება და მიმდინარეობს ის სუბუქად და შეიძლება გადაიტანოს ადამიანმა ისე, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ სალმონელოზი გადაიტანოს. და არანაირ ცუდ შედეგს ეგ არ მოიტანს. შეიძლება, მაგრამ არის ერთი ამბავი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს სალმონელოზი და ის დარჩეს მტარებელი. აი ასეთი მტარებლობა ძალიან საფრთხეს ქმნის სხვა ადამიანების გადამდები ხდება. როგორ არის გადამდები? ანუ თუ ეს ფეკალურ-ორალური, არა, ფეკალურ-ორალური გზით, ანუ ჭუჭყიანი ხელით, საკვებით გადადება ხდება მისი და თუ თქვათ ასეთმა ადამიანმა არ დაიბანა ხელი, მას შეიძლება დააბინძუროს საკვები პროდუქტი და შესაბამისად დაასნებოვნოს სხვა ადამიანი. ამიტომ აი ეს მტარებლობა არანაკლებ საშიშია და უფრო მეტადაც ალბათ ვიდრე მწვავე დაავადება. როგორ ხდება მისი გამოკვლევა და მნიშვნელოვანია თუ არა ეს სიმპტომატიკა თუ გვაქვს, გავიგოთ ეს სალმონელას ბაქტერია თუ არა? არა, დიარეული დაავადებები მოგეხსენებათ საერთოდ ძალიან ხშირი არის ბავშვთა ასაკში მით უმეტეს და მისი მთავარი გამოწვევი ზოგადად არის ვირუსები. თუმცა არის ზოგიერთი ბაქტერია, მათ შორის სალმონელოზის, მათ შორის არის დიზენტერიის გამოწვევი ბაქტერიები, რომლებიც ასევე იწვევენ ნაწლავურ ინფექციას და როგორც გითხარით, ხშირად ამის გამოკვლევა არც ხდება, არის მსუბუქი დიარეა და კურნალობენ სიმპტომურად, თქვათ, სითხეების მიწოდებით და დაავადება სრულდება, მაგრამ როდესაც არის მძიმე მიმდინარეობა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს გამოკვლევები საჭირო, ეს არის თქვათ, განავლის გამოკვლევა. ანუ ლაბორატორიული კვლევით გინდება. დადგენა იმისი არის თუ არა ეს. თუმცა განკურნებადია, საკურველია ეს განკურნებადია, დროულად სჭირდება ჩარევა, გაცილებით მძიმეა შემთხვევები, როდესაც იწყება ეს გენერალიზებული სეფსისური ფორმა, აი ამის ნიშნები რა არის? ამისი ნიშნები არის მაღალი ცხელება, ძლიერი შემცივნება და გამოიხატება სხვადასხვა ორგანოს დაზიანება, როგორც სეფსისის დროს ხდება. ამიტომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელი ხდება შესაბამისი კვლევები და როგორც წესი ჰოსპიტალიზაცია ამ შემთხვევაში, მაშინ როცა სუბუქი მიმდინარეობის სალმონელოზის დროს ჰოსპიტალიზაცია როგორც წესი საჭირო არ არის. და კიდევ ერთს ვიტყვი, ვისთან ვითარდება მეტად სალმონელოზი. მას თავისი რისკ ჯგუფები ყავს. ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა გაცილებით მძიმედ ის მიმდინარეობს ხოლმე ადრეული ასაკის ბავშვებში და ასევე ხანდაზმულებში. ან ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს რაიმე იმუნოკომპლექსი
კომპრომეტირებელი დაავადება და ძალიან მნიშვნელოვანი აქ არის ერთი ფაქტორი. ეს არის, ვთქვათ, კუჭის წვენის მჟავიანობა. როგორც წესი, კუჭის დაბალი მჟავიანობა აქვთ მაგალითად ჩვილებს, მაგალითად მოხუცებს და ბაქტერია ძალიან სწრაფად იწყებს, რა თქმა უნდა. ამიტომ მას ის უძლებს ამ კუჭის წვენის დაბალმჟავიანობას და შესაბამისად ძალიან სწრაფად იწყებს გავრცელებას ნაწლავებისაკენ. ამიტომ ესეც გარკვეული რისკ ჯგუფი არის სალმონელოზისათვის. თუმცა ძალიან რთულია თავის არიდება ბავშვები განსაკუთრებით უყვართ ეზოში თამაში მიწასთან ახლოს ხო? აი ესეც რო ჩამოგვითვალოთ, რა არის რეკომენდაცია მათთვის საკვების მომზადებისას და ზოგადად როგორ ავარიდოთ? პირველ რიგში საკვები უნდა იყოს რა თქმა უნდა ახალი მომზადებული, როდესაც ბავშვისათვის ვაკეთებ თამაშს, ჩვილებში ვთქვათ კეთდება მიღების წინ, მოხმარების წინ და შემდგომ ასაკში უკვე ვთქვათ მეორე დღე შეიძლება გამოყენებული იქნას მაცივარში შენახული საკვები. აუცილებელია როგორც სიუჟეტში იყო ნათქვამი, რომ საკვები იყოს თერმულად კარგად დამუშავებული. განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მაგალითად ქათმის ხორცს, შინაური ფრინველი შეიძლება იყოს რეზერვუარი. ქათმის ხორცი, კვერცხი, ასევე რძე აუცილებლად ცხოველურ წარმოშობის პროდუქტები, როგორც უკვე გითხარით, თევზიც ასევე და წყალსატევები. აი არ შეიძლება მიიღოთ უცნობი წყაროებიდან წყალი მაგალითად, რადგანაც ისიც შეიძლება იყოს დაბინძურებული და ამიტომ აი ეს მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პროდუქტს ვინახავთ მაცივარში, უმი პროდუქტი იყოს განცალკევებული მზა პროდუქტისაგან და იყოს ნანადირევი ახსენეთ კიდევ სანამ ეთერში შევიდოდით. ნანადირევზე ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ შეიძლება თუ არა მივცეთ ეს ნანადირევი. ან თითქოს ეკოლოგიურად სუფთა უფრო არა ფერმაში მოყვანილი და რაღაც საკვებთან შეიძლება იყოს დაბინძურებული სალმონელოზი და ამიტომ მის გამოყენებას ადრეულ ასაკში მით უმეტეს, მაგრამ ნებისმიერ ასაკში როცა ვიყენებთ ასეთ პროდუქტს, ის უნდა იყოს აუცილებლად თერმულად ძალიან კარგად დამუშავებული, რომ საფრთხე ინფიცირებისა არ მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. თამარა უგაიძე იყო ჩვენი სტუმარი.